სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სადაც ამერიკელმა სენატორებმა კითხვები ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკო რუბიოს დაუსვეს, ერთ-ერთი წამყვანი თემა უკრაინაში რუსეთის აგრესია იყო. რუბიოს თქმით, ომი უნდა დასრულდეს და ამისთვის დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს დასჭირდება. თუ შეიძლება გაგვაცანით თქვენი შეხედულება უკრაინაზე, თქვენი აზრით, რა არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, რათა უკრაინას მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ეკავოს, თუ კი ის რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდება. ის რაც ვლადიმირ პუტინმა ჩაიდინა მიუღებელია, ეს უეჭველია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, მისი დასრულება შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა უნდა იყოს. ეს არ იქნება იოლიქსა. ამას თამამი დიპლომატია დასჭირდება. მსგავსი მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეალისტურად განეწყოს. დათმობებზე წასვლა არა მარტო რუსეთის ფედერაციას, არამედ უკრაინელებსაც მოუწევთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარეს გარკვეული ბალანსი არსებობდეს. არსებითად ძნელი იქნება ამ მიზნის მიღწევა ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებაზე, თუ ბერკეტები ორივე მხარეს არ ექნა. მარკო რუბიო 2010 წლიდან ფლორიდის რესპუბლიკელი სენატორია. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მას კარგად იცნობენ, რადგან იქ თავადაც 14 წელი იმსახურა. მარკო რუბიო ჭკვიანი კაცია. ის ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ ჩვენ გაუთავებელი ომები არ გქონდეს. ვფიქრობ, ყველა ერთ პოზიციაზე ვართ. რუსების წაგება და უკრაინის მოგება გვსურს. ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს ასეც მოხდეს. ყველა ომი პოლიტიკური შეთანხმებით სრულდება. უკრაინის მთავრობისთვის ბერკეტების მაქსიმალურად უზრუნველყოფა უნდა მოხდეს და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების პოზიცია. რუბიომ სენატში შეაჯამა მსოფლიოში შექმნილი ვითარება. მას ქაოსი უწოდა და ხაზი წესრიგის აღდგენის აუცილებლობას გაუსვა, რაც იოლის საქმე არ იქნება. რუბიოს თქმით, დიქტატორები მოსკოვში, თეირანსა და ფხენიანში ქაოსსა და უწესრიგობას თესავენ, ემხრობიან და აფინანსებენ რადიკალურ ტერორისტულ ჯგუფებს. შემდეგ კი გაეროში ბერკეტად ვეტოს ძალას და ბირთვული ომის საფრთხეს იყენებენ. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამერიკას სამომავლოდ უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკა დასჭირდება, რათა ვაშინგტონმა შეძლოს ჩინეთზე დამოკიდებულების საფრთხის თავიდან აცილება. კურსს თუ არ შევცვლით, ისეთ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყოველდღიურობის უმეტესი ნაწილი, უსაფრთხოებიდან დაწყებული ჯანდაცვით დამთავრებული, იმაზე იქნება დამოკიდებული, მოგვცემს თუ არა ჩინეთი ამის უფლებას. ამგვარი შედეგი მიუღებელია. გამხსნელ მიმართვაში თუ სენატორების კითხვებზე გაცემულ პასუხებში მარკო რუბიოს საქართველო არ უხსენებია. თუმცა გაზაფხულზე ამერიკის ხმასთან ერთ-ერთ ინტერვიუში მან კომენტარი საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა. საიდანაც ჩანს, რომ ის კარგად იცნობს საქართველოს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ყურადღებით ადევნებს თვალს. რუბიოს კომენტარი 2024 წლის მაისშია ჩაწერილი, როცა საქართველოში ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. რუსეთთან საქართველოს დაახლოების ხილვა არ მსურს. ეს მათ მიერ არჩეული პარლამენტია. ვფიქრობ, კანონს ჯერ ვეტოს დაადებენ, შემდეგ მას დაძლევენ. შემაშფოთებელი ვითარებაა და აშკარაა, რომ ამას საქართველოში ხალხი ქუჩებში აპროტესტებს. ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ჩვენ ამაზე უშუალო კონტროლი ვერ გვექნება. საქართველოს პოლიტიკაში განსხვავებული შეხედულებებია, ხომ ასეა? არის პრეზიდენტი, რომელსაც კანონი არ მოსწონს. საკანონმდებლო შტო, რომელსაც ის მოსწონს. კანონმდებლების ნაწილს კი არ მოსწონს. საზოგადოებიდან უამრავი ხალხია, ვინც კანონს აპროტესტებს. საქართველოში რაც ხდება, ეს მათი შიდა საქმეა და ამაზე უშუალო კონტროლი ვერ გვექნება. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ მოვლენების შემაშფოთებელი განვითარება. ვაშინგტონში არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესი ფინალურ ეტაპზეა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუნდი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ისინი მომავალ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მომდევნო ლიდერს მტკიცე პოლიტიკას უტოვებენ. მაიკლ კარპენტერმა, უშიშროების ეროვნული საბჭოს წევრმა, ამერიკის ხმასთან საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ის იქვე იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა თანდათან უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ.
ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება. 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის. დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს ეს სიტუაცია ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. შემდეგ ეტაპზე მარკო რუბიოს კანდიდატურას საბოლოოდ კენჭს სენატის გაფართოებულ სხდომაზე უყრიან. ვაშინგტონში მოელიან, რომ ის ზედა პალატის დიდი უმრავლესობის ურპარტიულ მხარდაჭერას ძალიან ადვილად მოიპოვებს. მოვალეობის შესრულებას კი მხოლოდ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციისა და სენატში დამტკიცების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ შეუდგება. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.